გამარჯობა, მე კვანცა ვარ, თეოლოგი და მსოფლიო რელიგიის მკვლევარი, ეს კი ჩემი YouTube არხია რელიგიის ქრონიკები. გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო და კომენტარებში გაგვიზიაროთ თქვენი აზრი. დღეს ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც ეხება საბჭოთა კავშირს და მის დამოკიდებულებას რელიგიისადმი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიდეო ბევრ ადამიანს, ვინც საბჭოთა კავშირის მომხრეა, გაანაწყენებს, ამიტომ ასეთ ადამიანებს ვთხოვ, რომ დიდად ამ ვიდეოზე დროს თუ დაკარგავთ, ასკროლეთ და სხვა რაღაცას უყურეთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, შიგთავსი დიდად არ მოგეწონებათ. დანარჩენ ადამიანებს კი მოგიწოდებთ, რომ გულდასმით და ყურადღებით უყუროთ ამ ვიდეოს და ყველამ კარგად გავიაზროთ თუ რამდენად ძიმე დარტყმა მიაყენა რელიგიას საბჭოთა კავშირმა. მე და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიდერი ერთი და იგივე სასწავლებელში ვსწავლობდით, სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემგან ტირანი არასდროს არ გამოვა, რომელიც ადამიანების სიკვდილს შეუწყობს ხელს, წაართმევს მათ თავისუფალნებას, რელიგიის უფლებას და ზოგადად სიცოცხლის უფლებასაც კი. ამ თემაზე მუშაობა მე დავიწყე, როცა სტუდენტი ვიყავი და ძალიან მიხარია, რომ ამ თემის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის საშუალება მომეცა. ამიტომ ვთხოვთ დარჩით ჩვენთან და ყურადღებით მომისმინეთ. საბჭოთა კავშირის დროს განხორციელებული უღმერთოება ეს იყო არა უბრალოდ რელიგიური დევნა, არამედ სულიერი ომი, რომელიც მართლმადიდებლობის წინააღმდეგ არა მარტო ტყვით, არამედ დუმილით, შიშით და სიცარიელით მიდიოდა. საქართველოში, სადაც რწმენა საუკუნეების განმავლობაში ერთიანობის ხერხემალი იყო, საბჭოთა რეჟიმი ცდილობდა ამ ხერხემლის გადატეხვას. არა მხოლოდ ტაძრები ინგრეოდა ადამიანის რწმენა, ოჯახში ნათქვამია ამინ ფარულად მონათლული ჩვილები, ღერით დაჩურჩულებული საგალობლები. ეს არ იყო უბრალოდ წარსული, ეს იყო გამოცდა. ამ გამოცდაში რწმენამ სისხლით დაიცვა თავი. ამ ვიდეოში გავარკვევთ, რატომ ებრძოდა საბჭოთა რეჟიმი რელიგიას და როგორ ცდილობდა რწმენის კონტროლს. იყო ეს იდეოლოგიური ბრძოლა თუ სახელმწიფო მექანიზმის ნაწილი. გამოიწერე არხი, თუ გსურს მეტი ვიდეოს ნახვა რელიგიის, ისტორიისა და პოლიტიკის გადაკვეთის თემებზე. თუ გგონია, რომ რელიგია მხოლოდ რწმენას ეხება, საბჭოთა კავშირი დაგარწმუნებს სხვაში. წითელი იმპერია რელიგიაში საფრთხეს ხედავდა და ამ საფრთხეს მთელი ძალით ებრძოდა. 1917 წლის ოქტომბერში მოხდა რევოლუცია და ლენინმა ათეისტური სახელმწიფოს შექმნისაკენ მოუწოდა. სახელმწიფოს მიზანი კი იყო სრული კონტროლი ადამიანების გონებასა და რწმენაზე. ლენინი ამბობდა, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეკლესია როგორც ბურჟუაზიული ინსტიტუტი. ათასობის ეკლესია დაიხურა და განადგურდა. ამას მოჰყვა სასულიერო პირების დაპატიმრება და დახვრეტა. 1927-38 წლებში მოხდა დიდი წმენდა, რელიგიური ფიგურები მიიჩნეოდნენ მტრებად. თუმცა ომის დროს სტალინმა დროებით აღადგინა ეკლესიის ფუნქცია ხალხის მობილიზაციისთვის. რელიგია გაჩნდა პროპაგანდის იარაღად, დედის მარხვა და მამულის რწმენა. ასევე პატრიარქის სტატუსის აღდგენა მოხდა ომის საჭიროებიდან გამომდინარე და არა რწმენის პატივისცემით. შემდგომში უკვე მოჰყვა ხრუშოვისა და ბრეჟნევის ათეისტური კამპანიები. ხრუშოვის ეგრეთ წოდებული მეორე ანტირელიგიური ტალღა, რელიგიის დაწინაურებული კრიტიკა სკოლებში, ბრეჟნევის ერა, დათმობისა და კონტროლის კომბინაცია. გაჩნდა სუკის მეთვალყურეობა და კონტროლის მექანიზმები, რელიგიური ფიგურების რეგისტრაცია, ეკლესიების გაკონტროლება საიდუმლო მსახურების მიერ. მართლმადიდებლური ეკლესია ხშირად თანამშრომლობდა სახელმწიფო უწყებებთან და აწვდიდა მათ ინფორმაციას. საბჭოთა კავშირში რელიგია იყო არა რწმენის თავისუფლება, არამედ კონტროლის საგანი. იყო დრო, როცა რწმენამ სისტემას წინააღმდეგობა გაუწია და დრო, როცა მასთან თანაარსებობა სწავლობდა. აქვე შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა, რა შეიძლება ვისწავლოთ ამ ისტორიიდან დღეს, როცა პოლიტიკა კვლავ ეძებს რწმენის გამოყენების გზებს. ამ კითხვაზე პასუხი კი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში იმალება, ამიტომაა საჭირო ყველა ადამიანმა ზედმიწევნით იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია და წარსულის ნაბიჯები. რატომ სძულდა საბჭოთა კავშირს რელიგია? რამდენი ადამიანი იფიქრებს, რომ რწმენა ეს მხოლოდ ადამიანის შინაგანი სამყარო და სულიერი გამოცდილება, მაგრამ ისტორია გვიჩვენებს სხვა რამეს. როცა საქმე ძალაუფლებას ეხება, რწმენა შეიძლება ყველაზე საშიში მტერი აღმოჩნდეს. საბჭოთა კავშირმა ეს ძალიან კარგად იცოდა და სწორედ ამიტომ ებრძოდა რელიგიას იმავე სისასტიკით, როგორც პოლიტიკურ მტრებს.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკები ხელისუფლებაში მოვიდნენ. მათთვის რელიგია იყო ძველი სამყაროს ნარჩენი, ბურჟუაზიული ინსტრუმენტი, რომელიც ხალხს მორჩილებაში ამყოფებდა. ლენინი წერდა: რელიგია არის ერთგვარი სულიერი არაყი, რომელშიც ადამიანები თავიანთ ტანჯვას ახშობენ. ბოლშევიკები თვლიდნენ, რომ თუ სურდათ ახალი სოციალისტური საზოგადოების აშენება, პირველ რიგში რელიგია უნდა გაენადგურებინათ. 1920-იანი წლების დასაწყისში უკვე ათასობით ეკლესია დაიხურა. სახელმწიფომ ჩამოართვა ტაძრებს ქონება და მღვდლები შეაფასა როგორც სახალხო მტრები. სტალინის მმართველობის პერიოდში ანტირელიგიური პოლიტიკა კიდევ უფრო რადიკალური გახდა. 1920-1928 წლების დიდი წმენდის დროს ათასობით მღვდელი, ბერი, მოლა და რაბინი ან დახვრიტეს, ან გადაასახლეს გულაგებში. ეკლესიების ნგრევა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ღია სიმბოლოდ იქცა. რწმენის წინააღმდეგ ბრძოლა აღარ იყო მხოლოდ იდეოლოგიური, ეს იყო პირდაპირ ფიზიკური განადგურება. მაგალითად, მოსკოვის ქრისტეს მაცხოვრის ტაძარი, ერთ-ერთი უდიდესი ტაძარი 1931 წელს ააფეთქეს. იქ უნდა აშენებულიყო სოციალისტური ტაძარი, უზარმაზარი ძეგლი ლენინისთვის. მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირი იძულებული გახდა დროებით გადაეხედა თავისი მიდგომისთვის. როდესაც ხალხის მორალი საჭირო იყო, სტალინმა გადაწყვიტა ეკლესიას დროებით ფუნქცია აღედგინა. 1953 წელს სრულად მოულოდნელად აღდგა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის თანამდებობა. ეს არ ნიშნავდა რწმენის რეალურ აღიარებას, არამედ ეკლესიის გამოყენებას პატრიოტული მიზნებისთვის. სტალინისთვის რელიგია გახდა ინსტრუმენტი, არ იყო საჭირო, რომ ხალხს ეწამა ღმერთის არსებობა, საჭირო იყო, რომ ეწამა საბჭოთა გამარჯვება. სტალინის სიკვდილის შემდეგ ბევრმა იფიქრა, რომ გათავისუფლება დაიწყებოდა, მათ შორის სულიერადაც, მაგრამ ნიკიტა ხრუშოვმა წამოიწყო ახალი ანტირელიგიური კამპანია. 1959 წლიდან დაიხურა ათასობით ტაძარი, აიძულა მღვდლები გაეწყვიტათ კავშირი ახალგაზრდებთან და ეკლესიებს უყურებდა როგორც პოტენციურ მტრულ უჯრედებს. სკოლაში ისწავლებოდა ორგანიზებული ათეიზმი, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი თაობის სრულ განწმენდას რელიგიური გავლენებისაგან. ლეონიდ ბრეჟნევი უფრო ფრთხილად მოქმედებდა, ეკლესიები არ ინგრეოდა მასობრივად, მაგრამ ისინი სახელმწიფოს მიერ მკაცრად კონტროლდებოდა. სუკი, საბჭოთა უშიშროების კომიტეტი, მეთვალყურეობდა ყველა სასულიერო პირს. მხოლოდ რეგისტრირებული და სანდო სასულიერო პირები იღებდნენ მსახურების უფლებას. ეკლესია გახდა არა თავისუფალი სულიერი ინსტიტუტი, არამედ ნახევრად სახელმწიფო ორგანო. რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა საბჭოთა კავშირში არ იყო მხოლოდ რწმენის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს იყო ბრძოლა იდეის წინააღმდეგ, რომელიც არ ემორჩილებოდა სისტემას. რწმენა, როგორც ინდივიდუალური არჩევანი, იყო მიუღებელი სამყაროში, სადაც ყველას ფიქრი და ცხოვრება უნდა ყოფილიყო მარქსისა და ლენინის ჩარჩოებში მოქცეული. მაგრამ როგორც ისტორია გვიჩვენებს, რწმენის ჩახშობა სრულად ვერ შეძლეს და დღეს, როცა ვხედავთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც კვლავ ცდილობენ რწმენის გამოყენებას ან ჩახშობას, ღირს დაფიქრება, რა არის რწმენა სახელმწიფოსთვის, მტერი, ინსტრუმენტი თუ უბრალოდ ხალხის არჩევანი. მრავალი ათწლეულის ტერორისა და კონტროლის მიუხედავად, ადამიანებს რწმენა არ დაუკარგათ, მხოლოდ მას მიმალულად ინახავდნენ, გადასცემდნენ ჩურჩულით და ინახავდნენ ოჯახურ ტრადიციებში. კომუნისტური წყობის დამოკიდებულება რელიგიისადმი ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული და სიღრმისეული თემაა თანამედროვე პოლიტიკური და სულიერი ისტორიის ჭრილში. ეს დამოკიდებულება არა მხოლოდ სეკულარიზმის, არამედ ღრმა იდეოლოგიური დაპირისპირების გამოხატულება იყო რწმენის, როგორც შინაგანი თავისუფლების და მორალური ძალის წინააღმდეგ. კომუნიზმი, როგორც იდეოლოგია, დაფუძნებულია მატერიალისტურ მსოფლიოს იდეაზე, რომ სამყარო და საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს კლასობრივი ბრძოლის, ეკონომიკური სტრუქტურისა და ცვლადი მატერიალური პირობების მეშვეობით. რელიგია თავის მხრივ ეფუძნება ზეციურ წესრიგს, ზნეობრივ ჭეშმარიტების და რწმენის იდეებს, ხშირად აღემატება მატერიალურ რეალობას. კომუნისტური დამოკიდებულების საწყისი გამოხატულება გვხვდება კარლ მარქსის ნაშრომებში. რელიგია არის ხალხის ოპიუმი. ეს ფრაზა ხშირად გრძელდება. რელიგია არის ჩაგვრული არსების გულისცემა, უსულო სამყაროს სული, ხალხის სულიერი სასმელი. ესე იგი, მარქსისთვის რელიგია იყო სიმპტომი, არა მიზეზი შვებაში, ჩაგვრაში, მაგრამ მაინც ილუზია. ამიტომ კომუნისტებისთვის რწმენა ხელს უშლიდა მშრომელი ადამიანების თვითშეგნებას, გამოფხიზლებას და რეალური ცვლილების სურვილს.
რატომ იყო რელიგია საშიში კომუნისტური რეჟიმისთვის? რელიგია, განსაკუთრებით კი ორგანიზებული რელიგია, ხალხის ცნობიერებაში სახელმწიფოს ალტერნატიული წყაროა. თუ ღმერთი უდგას ყველაფერს სათავეში, მაშინ ადამიანი არ არის სახელმწიფოს ბრმა მორჩილი. რელიგიები ქმნიან ზნეობრივ ჩარჩოს, რომელიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლადაც მოქმედებს. ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო ტოტალიტარული რეჟიმისათვის. რელიგიური რიტუალები ქმნიან საზოგადოებრივ კვანძს, სოლიდარობას, რაც ხშირად რთულად ექვემდებარება კონტროლს. რელიგიური დღესასწაულები, სამლოცველოები, მომლოცველები ქმნიან საზოგადოებრივ სივრცეს, რომლებიც ვერ კონტროლდება სრულად. როგორ იბრძოდა კომუნისტური რეჟიმი რელიგიის წინააღმდეგ? ეკლესიების დახურვა, ბერების მღვდლების რეპრესიები, ათასობით ტაძარი იქცა საწყობად, ან უბრალოდ დაინგრა. შეიქმნა წითელი ქორწინებები, სამოქალაქო ნათლობები, სოციალისტური კალენდარი. ეკლესიები, რომლებიც თანხმდებოდნენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, იღებდნენ ლეგალურ სტატუსს, მაგრამ რეალურად მათ იყენებდნენ პროპაგანდისთვის. არ გეგონოთ, რომ საბჭოთა კავშირის დროს ეს ყოველივე მხოლოდ რუსეთსა და საქართველოში ხდებოდა. ჩინეთში კულტურული რევოლუციის დროს რელიგიური რწმენა გამოცხადდა ფეოდალურ ნარჩენად. ბუდისტური მონასტრები დაინგრა, ქრისტიანული ეკლესიები დაიხურა, ტაოისტები აწამეს. დღესაც კი მოქმედებს სახელმწიფოს მიერ ნებადართული ეკლესია და მკაცრი კონტროლია არარეგისტრირებულებზე. ალბანეთი ყველაზე ექსტრემალური მაგალითი. 1967 წელს ენვერ ჰოჯამ გამოაცხადა მსოფლიოში პირველი ათეისტური სახელმწიფო. ყველა მეჩეთი, ეკლესია, სინაგოგა და მონასტერი დაიხურა. რელიგიური მსახურება კი არა, მხოლოდ რწმენის ქონაც კი ისჯება ამ ქვეყანაში. ნიშნულოვანია განმასხვაოთ კომუნისტური რეჟიმის მებრძოლი ათეიზმი, რომელიც რელიგიის აქტიურ დევნას გულისხმობდა დასავლური სეკულარიზმისაგან, რომელიც ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევებას ისახავს მიზნად, არა რელიგიის ჩახშობას, არამედ ნეიტრალიტეტს. თუ ეს თემა შეთვისაც საინტერესოა, გთხოვ, გამოიწერე არხი, გაუზიარე მეგობრებს და მომწერე კომენტარებში. შეიძლება თუ არა რელიგია იყოს პოლიტიკური წინააღმდეგობის იერარქი ტოტალიტარულ რეჟიმში. ახლა კი განვიხილოთ საბჭოთა კავშირის დევნა საქართველოში რელიგიური პირების და რელიგიის წინააღმდეგ. საქართველოში რელიგიური დევნა საბჭოთა პერიოდში განსაკუთრებით სისასტიკით განხორციელდა. ეს იყო როგორც საერთო საკავშირო პოლიტიკის ნაწილი, ასევე მიზანმიმართული შეტევა ქართული იდენტობისა და ეკლესიის წინააღმდეგ, რადგან მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოში არ იყო მხოლოდ სარწმუნოებრივი ინსტიტუტი. ის იყო ეროვნული თვითმყოფადობის და კულტურის გამტარი. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ასოცირდება ეროვნული იდეის შენარჩუნებასთან, უცხო მმართველობის წინააღმდეგობის ცენტრთან, კულტურისა და ენის გადარჩენასთან. ამიტომ საბჭოთა ხელისუფლებისთვის ქართული ეკლესია იყო ერთდროულად რელიგიური და ეროვნული საფრთხე. ეს დევნა არ შემოიფარგლა მხოლოდ იდეებით, იგი იყო სასტიკი, მიზანმიმართული და მრავალფეროვანი. 1921 წელს წითელმა არმიამ ოკუპაციის შემდეგ თითქმის მყისიერად დაიწყო ეკლესიის დევნა. 1922-1929 წლებში დაახლოებით 1200-ზე მეტი სასულიერო პირი და მონაზონი რეპრესირდა, მათგან ბევრი დახვრიტეს ან გადაასახლეს. მაგალითად დეკანოზი გრიგოლ ფერაძე, მნათობი ღვთისმეტყველებისა, რომელიც მოგვიანებით გერმანიაში ემიგრირდა, მაგრამ იქაც გახდა ნაცისტური ბანაკის მსხვერპლი ქრისტიანული რელიგიის უარყოფაზე უარის გამო. მიტროპოლიტი ნაზარი 1927 წელს დააპატიმრეს, დაკითხვაზე სცემეს, მოთხოვეს ეკლესიის უარყოფა და თანამშრომლობა. მან უარი თქვა, რამდენიმე კვირის შემდეგ დახვრიტეს. ეპისკოპოსი ანდრია ქუთათელაძე, მღვდლები დავით ბერიძე და მიქაელ სირაძე დახვრიტეს როგორც კონტრრევოლუციური ელემენტები. მღვდელი გიორგი მგალობლიშვილი თელავის ერთ-ერთ ტაძარში ასრულებდა ღვთისმსახურებას ფარულად. ციხეში გადაიყვანეს არალეგალური მონაზვნობაში ჩართულობისთვის. თქვეს, რომ დაკითხვაზე ყურში ჩასხმული ცხელი წყლით აწამეს. გარდაიცვალა წამებიდან რამდენიმე დღეში. დეკანოზი გიორგი მესხი, თბილისი, 1927 წელს დააპატიმრეს რელიგიური პროპაგანდისთვის, მის ცხედარზე იპოვეს ცხვირის მოჭრის, თვალის ამოღების და ფრჩხილების ჩამოხსნის ნიშნები. გარდაიცვალა წამებისას, დაკრძალვის უფლება ოჯახს არ მისცეს, ცხედარი დაწვეს. მონაზონი ივლიტა გურიიდან, საუკუთარ სოფელში ბავშვებს ფარულად აზიარებდა და ასწავლიდა ახალ აღთქმას. 1928 წელს შეიპირეს, თავი გადაპარსეს, გააშიშვლეს და ქუჩაში ატარეს. შემდეგ გადაიყვანეს ციმბირში.
გადარჩენილი პატიმარი ქალთა თქმით ივლიტა იღუპებოდა სიცივით, მუხლმოდრეკილი ლოცვისას. დეკანოზი ელიზბარ ჭიღლაძე, იმერეთი, ჯერ საჯაროდ გააშიშვლეს, შემდეგ ეკლესიაში ჩაიყვანეს და აიძულეს თვითონ დაერღვია სამსხვერპლო, მან უარი თქვა და დასაჯეს. 2 დღის განმავლობაში მარხილზე იყო მიბმული შიშველი, ბოლოს სიკვდილით დასაჯეს, ცხედარი ხევში გადააგდეს. მღვდელმონაზონი დავითი, მანგლისის რაიონი. ხალხი ფარულად მიდიოდა მასთან აღსარებისთვის. ადგილობრივმა პარტიის მდივანმა მიმართა შინსახკომს დააპატიმრეს, ენა ამოაჭრეს, რომ აღარ ექადაგა, გადაყვანილი იქნა რუსეთში, სადაც სავარაუდოდ შიმშილით დაიღუპა. მონაზონი თეკლე, ახალციხე, მონასტერში ცხოვრობდა და ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდა ლოცვებით. ადგილობრივმა კომკავშირელებმა დაასმინეს. მილიციის შენობაში აწამეს, ხელები ცეცხლზე დაუძვეს, ხეულზე კი დანით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. გარდაცვლილი დააბრუნეს ოჯახში, როგორც გულის შეტევით გარდაცვლილი. ოჯახს დაემუქრენ, რომ დაკრძალვისას ჯვარი არ დაესვათ საფლავზე. მღვდელი ბესარიონი, მცხეთა, 1937 წლის ნოემბერში სოფლის სპარტაქტიუმმა მორწმუნეებთან ერთად ტაძარში ყოფნისას დააკავა. დააბეს და ისი აწამეს. სიკვდილის წინ ხალხმა მოისმინა მისი ღაღადისი. ღმერთს ვერ ამოაგდებთ გულიდან, სისხლით ჩაწერილს ვერ წაშლით. კგბ და შინსახკომი სასულიერო პირებს ხშირად არა უბრალოდ ხრედნენ, მათთან ხორციელდებოდა ზნეობრივი და ფსიქოლოგიური ტერორიც. მაგალითად, აიძულებდნენ უარი ეთქვათ ღმერთზე საჯაროდ, აიძულებდნენ დაებილწებინათ ეკლესიის საგნები, აწამებდნენ მორწმუნეების თვალწინ. დღეს მრავალი მათგანის სხეული დაკარგულია უსახელო სამარხებში. ზოგი აღმოჩენილია და აღიარებულია წმინდანად, მაგალითად წმინდა გრიგოლ ფერაძე, რომელიც არასაბჭოთა, მაგრამ ანალოგიური ფაშისტური ტერორის მსხვერპლი გახდა. ზოგიერთი მღვდელი და მონაზონი უკვე შერაცხულია მოწამედ. ქართულმა ეკლესიამ შეადგინა მე-20 საუკუნის მოწამეთა სია, რომელიც ჯერაც არ არის სრული. ვინც არ მოკლეს, მათი გადასახლება მოუწიათ ციმბირში, ყაზახეთის უდაბნოში, ურალში. მრავალს არ ჰქონდა საკვები, ტანსაცმელი, წამალი. ეკლესიის მსახურები სამუშაოდ აგზავნეს ტყეში, ქვანახშირის მაღაროებში, გაყინულ მინდვრებზე. ისინი იქ ასრულებდნენ ფარულ ლოცვებს, ძველ კალენდარზე დაწერილი დღეების მიხედვით ინახავდნენ ქრისტიანულ დღესასწაულებს. გადარჩენილის მონაყოლი. ყინვალში, მუხლებამდე თოლში ვიდექი, 12 საათი. მღვდელი ჩურჩულებდა მამაო ჩვენოს, ამის გამო პურის ულუფაც არ მისცეს. ბევრი სასულიერო პირი არის დასაფლავებული უცნობად, დახვრეტდნენ და მასობრივ სამარხში ყრიდნენ. ოჯახებს არ აცნობდნენ სიკვდილის თარიღს. მრავალი დასაფლავებულია უცნობად, მიტოვებულ ტყეში ან კგბ-ს ეზოში. მაგრამ იყო შემთხვევები, როცა მრევლი ფარულად ინახავდა და ლოცვებით ასვენებდა თავის მღვდელს ღამით, ჩუმად, ტაძრის საძირკველში. ეკლესიის შიგნით აგზავნიდნენ კგბ-ს აგენტებს, რომლებიც შიგნიდან ცდილობდნენ რწმენის დისკრედიტაციას. მრევლის თვალწინ აიძულებდნენ მღვდლებს ეთქვათ, რომ ღმერთი არ არსებობს. ვინც უარს ამბობდა, სჯიდნენ და საჯაროდ სცემდნენ. ზოგიერთს აიძულებდნენ ხელი მოეწერა თანამშრომლობაზე, მაგრამ ბევრი იმავდროულად მაინც ასრულებდა ღვთისმსახურებას ფარულად. საბჭოთა კავშირის ამ უღმერთობამდე საქართველოში მოქმედებდა დაახლოებით 1500-მდე ეკლესია და მონასტერი. სტალინის ეპოქის ბოლოს კი მოქმედად დარჩა მხოლოდ რამდენიმე ათეული. შიომღვიმის მონასტერი დაიხურა და ნაწილობრივ განადგურდა. გელათი, ალავერდი, უფლისციხის ტაძარი დახურული იყო ან ფუნქციონირებდა როგორც მუზეუმი. მრავალი პატარა ტაძარი გადაკეთდა პირუტყვის სადგომად და საწყობად. სასულიერო სკოლები მთლიანად გაუქმდა. ბავშვებს სკოლაში ასწავლიდნენ, რომ მღვდლები მეცნიერული პროგრესის მტრები იყვნენ. მორწმუნე პირები, მასწავლებლები, ექიმები და ასე შემდეგ იდევნებოდნენ. მრევლს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს აშინებდნენ ტაძარში სიარულის გამო. ნათლობას, ჯვრისწერას და აღსარებას ბევრი ასრულებდა, ისევ, მაგრამ ფარულად და ღამით. და მაინც რწმენა გადარჩა. როგორ? ოჯახური ტრადიციებით, მოხუცი სასულიერო პირების ჩუმი მსახურებით. რელიგიური სიმღერებით, ლოცვებით, ნატრობით, ხშირად არატაძრულად. სოფლებში უფრო შენიღულად, ქალაქებში რისკით. ბევრი სასულიერო პირი მხოლოდ იმიტომ გადაასახლეს ციმბირში, ყაზახეთში ან ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში, რომ მსახურებას აგრძელებდნენ ან ხალხს ფარულად ნათლავდნენ. ბევრმა ვერ გადაიტანა უკიდურესი სიცივე, შიმშილი, ვირუსები. ოჯახის წევრებიც ხშირად თან მიხავდათ, რაც მთელი თაობების ამოწყვეტას ნიშნავდა. მღვდლებს აშიმშილებდნენ, ხის მორებზე აშიშვლებდნენ თოლში, შემდეგ წყალს ასხამდნენ. ეს
იყო მათი დაღუპვის მიზეზი. სასულიერო პირებს აწამებდნენ საშინლად. ეს ცილდებოდა პოლიტიკურ სარჩულს. ეს უკვე აშკარა სულიერი სიძულვილის გამოხატულება იყო. საბჭოთა კავშირის წამების მეთოდები. დააბავდნენ ადამიანს, ტანზე კი ცივწყალს დაასხავდნენ შუა ზამთარში. წვერს და თმებს დააგლეჯდნენ. თვალების ამოღება, ენის ამოჭრა მართებული მეთოდი იყო მათთვის. ამოსქვრა ექსტრემენტებით და დაცინვა ქრისტიანული სამოსის ტარების გამო. სასულიერო პირებს ხშირად აიძულებდნენ კგბ-სთან თანამშრომლობას. ზოგიერთი მღვდელი ან მონაზონი იძულებით თანამშრომლობდა, რომ გადაერჩინა საკუთარი თავი ან ოჯახი. ეს სტრატეგია მიზნად ისახავდა ეკლესიის დაშლას შიგნიდან, რეპუტაციის განადგურებას. 1980-იან წლებში გადარჩენილი სასულიერო პირები ხშირად ჩუმად, ტანჯვით და მარტოობაში ცხოვრების შემდეგ დაუბრუნდნენ ეკლესიაში და გახდნენ საბჭოთა ტოტალიტარიზმის გადარჩენილი რწმენის სიმბოლოები. საბჭოთა პერიოდში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გადაიქცა წამებულთა ინსტიტუტად. მისი მსახურნი, მღვდლები, მონაზვნები, ეპისკოპოსები ფიზიკურად განადგურდნენ, მაგრამ მათი სული გადარჩა. ისინი აღარ საუბრობენ, მაგრამ მათი დუმილი დღეს უფრო ხმაურიანია, ვიდრე მათი ქადაგება. საქართველოში დღეს მრავალი ტაძარია, სადაც ლოცვა აღევლინება, მაგრამ თუ კი კარგად მოусმენ, ზოგიერთ მათგანში ჩუმის სუნთქვაც ისმის, იმ მღვდლებისა, ვინც ვერ დაამთავრა წირვა, ვისაც ლოცვა ტყვიამ გააწყვეტინა. ამ ეკლესიებში ქვის იატაკზე სისხლის ჩრდილები იყო, დღეს კი ხალხი იქ სანთლებს ანთებს. მათი სახელები არ ახსოვს ყველას, მაგრამ სული მემკვიდრეობით გადმოგვეცვა. წამებულები, ვინც არ დათმეს რწმენა, ვერც შიშმა, ვერც წამებამ, ვერც განადგურებამ. და ახლა, როცა თავისუფლად ვკითხულობ ლოცვებს, წერთ ეკლესიაზე, ცხოვრობთ რწმენით. სწორედ ისინი გვიყურებენ დუმილის უკვდავი სიმაღლიდან. როცა რწმენა აკრძალულია, მორალური არჩევანი იწყებს ქადაგებას. დღეისათვის კი სულ ეს იყო. წარმატებულ და ნაყოფიერ კვირას გისურვებთ. გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო და კომენტარებში თქვენი აზრი გაგვიზიაროთ. ნურას დროს ნურავს ნუ მისცემთ იმის უფლებას, რომ რელიგიური ნიშნით გმართავდნენ. არც ერთ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ აქვს იმის უფლება, რომ ჩაეგრიოს ადამიანის რელიგიურ განწყობებზე და ზეგავლენა მოახდინოს მათზე. ნახვამდის. კარგად გრძანდებოდეთ.